აი მაგალითად ფორმულაზე რო შეხვიდე, TV პირველზე რო შეხვიდე, აი ეგეთი ის იყო რა, სათაურები, რომ რუსეთის წყლებში ამერიკამ წყალქვეშა ნავები შეიყვანა და ხალხი ნავები მორჩა რუსეთი. მოდი ახლა მაყურებელს, ვისაც რეალური ობიექტური ინფორმაცია აინტერესებს, მაგ ადამიანებს, გონივრულ ხალხს, ვინც გვიყურებს, აუხსნათ ხალხო რაშია საქმე. Smart-ლაც ასეთი მინი ტვიტ ომი მოხდა დაპირისპირება პოსტებში და კომენტარებში რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსა და ტრამპ შორის. მედვედევი წაიაზვა, ჟარგონი რო ხმარო, რომ თხილად იყავიო. გარკვეული ბირთვული მუქარის ელემენტების შემცველი პოსტი დაწერა. რაზეც ეს ხოთაშორის რუსები თავად გადაობენ, რომ შეიძლება მედვედევი ცოტა ნასვამი ყოფილიყო. ნასვამ მდგომარეობაში წერდაო და მთლად ნუ მივაქცევთო მაგის ნაწერებს ყურადღებას, ეგ პოპულარულია. ოფიციალურ რუსეთის ოფიციალურ პოზიციას პუტინი და პესკოვი გამოთქვავენ, ნუ ამიტომ მედვედევის იმას ნაკლებად მიაქციეთ ყურადღებაო, ეგ ფუნქცია კისრიაო, მაგრამ ტრამპი რისი ტრამპია, რომ მედვედევის მაგ ტვიტზე არ ეპასუხა და თქვა, რომ მეო მედვედევის ეგ ბირთვული მუქარაო, ბირთვულ მუქარად აღვიქვიო, ამიტომ გავეციო ბრძანება, რომ ორი წყალქვეშა სუბმარინა, ანუ წყალქვეშა ნავი გავუშვიო რუსეთის მიმართულებით. ეხლა მოდით ხალხო აღწეროთ ტექნიკური თვალსაზრისით რა ხდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მოხდა ცივი ომი საბჭოთა კავშირსა და დასავლურ ცივილიზაციას შორის და როდესაც შეიარაღება, მათ შორის ბირთვული შეიარაღება ელვისებური სისწრაფით ვითარდებოდა, იმისთვის რომ ერთმანეთის შესაძლებლობები დაებალანსებინათ აი ამ ქვეყნებს, ძირითადად საბჭოთა კავშირსა და ამერიკას, შეიქმნა ბირთვული ტრიადა. რას ნიშნავს ახლა ეს ბირთვული ტრიადა? ეს არის სამი კომპონენტისგან შემდგარი ბირთვული შეიარაღება. პირველი ეს არის საჰაერო კომპონენტი, ანუ აი უკრაინელებმა რომ რამოდენიმე თვის წინ დაბომბეს. კი, თვითმფრინავები რომ დაბომბეს რუსულ ბაზაზე. ერთ-ერთი ეგეთი თვითმფრინავი, ერთ-ერთი იყო მათ შორის, სხვადასხვანაირი თვითმფრინავი დაიბომბა. ანუ სტრატეგიული ავიაცია, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს, აი მაგალითად რუსეთის ტერიტორიიდან აფრინდეს თვითმფრინავი, ეს დიდი თვითმფრინავია, უამრავი ბალისტიკური რაკეტა მიაქვს და შორ მანძილზე ერთი წუთი შორ მანძილზე ის მეტი შებოდა. TikTok-ი უკაცრავად. შორ მანძილზე შეუძლია აი ამ ბირთვული შეიარაღების მიტანა. ანუ საწვავის შევსების გარეშე. აი მაგალითად აფრინდება სადღაც მურმანსკში, წრეს დაარტყავს ამ არქტიკას და იქიდან გაისვრის ამ ბალისტიკურ რაკეტას, რომელიც იქნება ბირთვული ქობინით. ეს არის ბირთვული ტრიადის ერთი კომპონენტი, საჰაერო კომპონენტი. მეორე კომპონენტი არის სახმელეთო კომპონენტი. მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს მიწა კლასის კონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტა, აი ტოპოლს რასაც ეძახიან, აი ძალიან დიდი მძლავრი ასეთი მანქანაროა, უზარმაზარი ერთი რაკეტი. კი, ერთი დიდი რაკეტა აქვს, რომელიც ასე ფეხზე დადგება და ისვრის კონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტა. ანუ მას შეუძლია რუსეთის ტერიტორიიდან ისროლოს ეს რაკეტა. რამოდენიმე 1000 კილომეტრზე მიფრინავს. ანუ რუსეთის კონტინენტიდან, ევრაზიის კონტინენტიდან შეიძლება ამერიკის კონტინენტზე მიაყენო ბირთვული დარტყმა. და მისი აღმოჩენა რთულია. ხო, ეხლა ეს მანქანა, ეს მოწყობილობა სად, რომელი ტყიდან, რომელ ქალაქში სად მდებარეობს მისი
ასე ვთქვათ, იდენტიფიცირება რთულია. ეს არის მეორე ტრიადა ამ ბირთვული ტრიადის. და არსებობს ასევე მესამე ტრიადა. ეს არის წყლის ეფექტი, ანუ წყალქვეშა ატომური კრეისერები, რომლებიც პატრულირებენ ოკეანეებში და ზღვებში და მათი აღმოჩენა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, ძალიან რთულია. მაგ იქიდანაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ სადღაც ნიუ-იორკის სანაპიროზე, პრინციპში არ ჭირდებათ მაგ მანძილზე მისვლა, მაგრამ აი სადღაც ატლანტიკის ოკეანეში ამოყვინთავს პრინციპში ამოყვინთვაც აღარ ჭირდება წყლის ქვეშ, იქიდანაც წყლის ქვეშიდანაც შეიძლება გასროლა გაკეთდეს. და ეს ატომური კრეისერი ასევე ისვრის ბალისტიკურ რაკეტებს. ანუ ეს სამივე ტრიადა, ეს ბირთვული ტრიადა იმისთვის გამოიგონეს, ზუსტად ანალოგიური ის აქვთ ამერიკელებს, თავისი ბირთვული ტრიადა, სტრატეგიული ავიაცია, მიწა კლასის ბალისტიკური რაკეტები და ბირთვული კრეისერები და ანალოგიური შეიარაღება აქვთ რუსეთს. ანუ ცივი ომის პერიოდიდან დღემდე ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი ელემენტი, ეს წყალქვეშა კრეისერები, ისედაც დაცურავენ ერთმანეთის ტერიტორიების სიახლოვეს. ეხლა ისინი წყლებში არ შედიან, სადაც აი რუსეთის წყალია, იმიტომ რომ აღარ ჭირდებათ, ისედაც უფრო შორი ნეიტრალური წყლებიდან შეუძლიათ ამ გასტროლის გახორციელება. ამიტომ აქ არაფერი არ მომხდარა, ანუ რასაც ისედაც აკეთებდა ამერიკა რუსეთის მიმართულებით, კიდევ ერთი და ორი გემი დაემატა, ისიც არ ვიცი დაემატა თუ არ დაემატა, შეიძლება უბრალოდ ტრამპმა უბრალოდ თქვა, თორემ მაგ გემების აღმოჩენა ძალიან რთულია. და ზუსტად ანალოგიურად ამერიკის მიმართულებით დაცურავენ რუსული წყალქვეშა კრეისერებს. ხოდაშორის ეხლა ხანს პუტინმა გახსნა კიდევ ერთი ეგეთი წყალქვეშა ატომური ნავი ააშენეს და რუსებიც მაგ მიმართულებით ძალიან ცდილობენ რომ არ ჩამორჩნენ, იმიტომ რომ რუსეთი დიდწილად რუსეთის ეს ბირთვული ბალანსი მაგაზე დგას, მაგ წყალქვეშა ნავებს. ამიტომ ხალხო რომ შევაჯამოთ ტრამპის ეს განცხადება პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს არ ნიშნავს, ანუ არაფერს არ ცვლის. ისედაც წყალქვეშა ნავები ერთმანეთის საზღვრებთან ისედაც გაშვებულია და დაცურავდნენ. აი იმისთვის რომ როგორც კი ბრძანებას მიიღებენ რომ ბირთვული ომი დაიწყო, რომ განახორციელონ ამ წყალქვეშა ნავებიდან ბირთვული დარტყმა. აი სულ ეს იყო. მაგრამ საინტერესო მანდ რა არის, იცი? ყველაფრის მიუხედავად საქართველოში მსგავსი ტიპის ინფორმაციები მაინც მოქმედება. ანუ საქართველოს მაინც ვერ გადალახა ის მომენტი, რომ თან იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ასეთი მოცემულობაა. აი, ხო არსებობდა ეტაპი საქართველოში, რომ ამერიკის გემი შემოვიდა ბათუმში და რუსეთმა უკან დაიხია. ხო, ეგ ეტაპი მესმის, მაშინ იყო. მაშინ არსებობდა წარმოდგენა, რომ ამერიკას ერთი გემი საკმარისია იმისთვის, რომ ომი დაამთავროს. ეგეთი წარმოდგენა იყო. მესმის. ძალიან ცუდია, რომ ეგეთი ილუზია იყო. მაგრამ კარგი, ჯერ არ მომხდარა, თქვათ, არაფერი ისეთი მასშტაბური და ჯერ ეგეთი ილუზიებშია ხალხი. ეხლა უკრაინაში არის ომი. წინა პრეზიდენტი ცდილობდა, რა ვიცი, სულ მაგ უკრაინის დახმარებაზე აკეთებდა აქცენტს, ხო? ის ბაიდენის რეალურად ეხმარებოდა. ეხლა თუ კი რამე გაირკვა თანამედროვე რეალობაში, გაირკვა ის, რომ ამერიკის ნება რომ გააჩეროს ომი არ მუშაობს ისე როგორც წარმოედგინათ საქართველოში. აი ეგ გაირკვა. საერთოდ თუ კი რამე დასკვნა უნდა გამოეტანა ხალხს, ეგ დასკვნა უნდა გამოეტანა ერთადერთი და ეგ დასკვნა მნიშვნელოვანია. ისეთი რაღაცა კი არ არის, მაგ დასკვნის არ ქონის საფუძველზე ბევრი შეცდომა დაუშვა საქართველოს. ეხლა როცა ხედავთ კიდევ ასეთი ტიპის რაღაც განცხადებებს, ეგ მაგ განწყობას ქმნის, რომ შესაძლებელია, რომ საქართველოში დასკვნა კიდე არ არის გაკეთებული.
კიდევ რაღაცა მსგავსი ტიპის ილუზიები შემორჩენილია, რომ აი ამერიკამ გაუშვა წყალქვეშა ნავი რუსეთის საზღვარზე და ანუ რა ხდება? ანუ რას ნიშნავს ეგ ახლა? მე რას ვაბრალებ კიდევ მაგას, იცი? ჩვენთან ხომ დამკვიდრდა ეგეთი მიდგომა, რომ ჩვენს გასაკეთებელს ვიღაცა გააკეთებს. აი ხო არის რეალურად? ელი პროდასავლელობა მაგაზე. პროდასავლელობა ხო მაგაზე დგას, რომ ცოტა შორის ეს პროდასალური აი ეს აქციებიც იმიტომ კვდება ახლა, რომ მათ წარმოედგინათ, რომ მათ გასაკეთებელს დასავლეთი გააკეთებს. მათ შორის აი დიდი აქციები რო იყო ხოლმე, აი რამოდენიმეჯერ ხო იყო რაღაცა 50000 ადამიანი შეიკრიბა. ეგ შეკრებების რა ენერგიით ხორციელდებოდა, იცი? მოდი ახლა ჩვენ ბევრნი გამოვიდეთ და ვაჩვენოთ დასავლეთს დავანახოთ, რომ ჩვენ პროდასავლელები ვართ და იქნებ დასავლეთმა ჩვენს ნაცვლად რაღაცა გააკეთოს. კი, ეგ მაქსიმალურად ევროპული დროშის კი, ევროპული დროშის ნევაც ხო მაგ ილუზიას, კი არა, მაგიურ ფუნქციას ასრულებს, რომ იქნებ ქალბატონმა ურსულამ შეგვამჩნიოს და სინამდვილეში მთელი უბედურებაც მაგაშია ჩვენი საზოგადოების, რომ კაცო ეგრე ჯადოსნურად არაფერი არ ხდება. ანუ სამყარო ეგრე არ იმართება, რომ ერთი გემი გაუშვი და ერთი გემია, კაი მაშინ დავიხურეთ ქუდი, დავიხიეთ უკან. გნებდები. სამყარო ხალხო ეგრე არ არის მოწყობილი. სამყარო ბევრად უფრო რთულ და გასაგებ კანონზომიერ. ანუ თან ალოგიკურია ეს. ანუ რასაც ლიბერალებს აჯერებენ, თან ალოგიკურია. ანუ რუსეთსაც თუ ყავს ბირთვული კრეისერები, ამერიკასაც ყავს ბირთვული კრეისერები, ანუ ერთმანეთს აბალანსებენ, კაცო. ანუ იმის აქამდე უკვე მოხდებოდა ეგ, ანუ თუ რამეს ცვლიდა ეგ ბირთვული კრეისერები, აქამდე 80 წელია ეგ გემები დაცურავდა. თან აი მაგ ილუზიის მე ტრანსფორმაცია მახსოვს. ტრანსფორმაცია კი არა, აი მაგ ილუზიის მთელი ეტაპები მახსოვს ომის დაწყებიდან მოყოლებული. აი ის ხო გახსოვს აი ამერიკას რო გამანადგურებლები უნდა გადაეცა უკრაინისთვის. კი, თან გადასცა. ხო, არა, მე გადასცა, მაგრამ აი როცა დაანონსა, რომ გადავცემთ უკრაინას გამანადგურებლებს, მაგ დროს იყო კიდევ დამატებითი ტალღა. მანამდე იყო ტანკები ლეოპარდებზე. ხო, ლეოპარდები გადასცა, შო დამთავრდა. ნუ ეს ლეოპარდი უკვე არის ჟანგიან ტანკთან შედარებით, ვერც ერთ ლეოპარდს ვერ გაანადგურებენ. მერე ეს ამერიკული გამანადგურებლები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი არის საქართველოსთვის, იმიტომ რომ ამ ილუზიებში ყოფნით სერიოზულ შეცდომებს უშვებთ. აი არაფერს არ გვაძლევს. აი რა მოვიგეთ, აი ვინმე შეგვიძლია დაასახელოს, აი ამ ილუზიებში რო ვიყავით, რომ ამერიკის გემის რო გვჯეროდა. აი ამერიკის გემი შემოვიდა და დაამარცხა. აი მაგის რო გვჯეროდა, რა მოვიგეთ? არა, მხოლოდ წავაგეთ, არაფერი არ მოგვიგია.